საღამოშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობის სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საინტერესო პიროვნება ბატონი გენადი ქარუმიძე. უფრო დაწვრილებით მის მოღვაწეობის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ, ასე რომ აუცილებლად დარჩით ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. დაბადების ადგილი ქალაქი გორი, ზოდიაქოს ნიშანი ღრიანკალი, საყვარელი საჭმელი, ხბოს მწვადი, საყვარელი სასმელი ღვინო. საყვარელი მწერლები ილია აკაკი და გალაქტიონი. წელიწადი საყვარელი დრო ზაფხული, საყვარელი ფერები ცისფერი და ლურჯი. ჰობი ბილიარდის თამაში, საყვარელი ქალაქი გორი, საყვარელი ფრაზა შრომა აკეთილშობილებს ადამიანს. ბიოგრაფიული შტრიხები. გენო ქარუმიძე დაიბადა ქალაქ გორში 1925 წლის 25 ოქტომბერს, დაამთავრა გორის პირველი საშუალო სკოლა 1952 წელს, შემდეგ რკინიგზის ტექნიკუმში შევიდა, რომელიც 1956 წელს დაამთავრა. ამავე წელს ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1951 წელს. 1951 წელს დაიწყო მუშაობა თავისი პროფესიით. 1956 წლამდე მუშაობდა საარქიტექტურო სამშენებლო ინსპექციის უფროსად, მუშაობდა სარემონტო კანტორის მთავარ ინჟინერად, რაიონის საგზაო განყოფილების ტექნიკურ ხელმძღვანელად. 1956-1964 წლებში იყო ქალაქის მთავარი არქიტექტორი. 1977 წლიდან არის მეცხრე სამშენებლო ტრესტის მმართველი. გორში მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში აშენდა ქალაქ გორის ავადმყოფოს კომპლექსი, სხვადასხვა საცხოვრებელი სახლები, სკოლები, წისქვილ კომბინატი, საკონსერვო ქარხანა, ბამბეულის ქსოვილების კომბინატი, ხის დამამუშავებელი კომბინატი, სახლმშენებელი კომბინატი, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, კასპის რაიონებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. 1972 წელს იგი გადაიყვანეს თბილისში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმო სამმართველოს უფროსად. 1984 წელს გადაიყვანეს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო ტრესტის მმართველად. 1986 წელს გორში ბრუნდება ქალაქის მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე. 1991 წელს გადადის არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროში მთავარ სპეციალისტად. 1997 წელს იყო სერტიფიკაციის სისტემაში დირექტორის მოადგილე. 2004 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოცენტი, კითხულობს ლექციებს ტექნიკურ უნივერსიტეტში. გენო ქარუმიძე 1951 წელს დაოჯახდა, ჰყავს მეუღლე, 2 შვილი, 4 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი. ბავშვობაში ის საკმაოდ სერიოზული და ჭკვიანი ბავშვი იყო. მშობლებისადმი განსაკუთრებული პატივისცემითა და მოწიწებით იყო განწყობილი. ის როგორც ყველა ბავშვი ოცნებობდა. კერძოდ ოცნებობდა, რომ გამხდარიყო ავიამშენებელი, მაგრამ ომმა მისი ოცნებების განხორციელებას ხელი შეუშალა. იყო ომის მძიმე წლები. მან მოახერხა და მაინც გააგრძელა სწავლა და 1951 წელს აიღო არქიტექტორის დიპლომი. იმდოდა საერთოდ ავიაკონსტრუქტორი გამოსული. მაგრამ 42 წელში 41-ში დაიწყო ომი, მე 42-ში დავამთავრე საშუალო და სადღაც ავიდოდეთ, ისე რომ ჩემი იმედი რომ რაღაცას მივახცევდი ამ საქმეში არ გამართლდა. ესე იგი, მე იძულებული გავხდი პროფესია შემეცვალა და აი რაზეც ფიქრობთ, რა ქვია, მშენებელი ვარ და ფათაშორის აი ესენი იტყვია, როგორი მშენებელი ვიყავი და დღესაც მშენებელი ვარ სულით და ხორცით. არა, ნუ ახლა მე აბეზარი ბავშვი არ ვიყავი. ფათაშორის აი პატარა ყოფილვარ დედაჩემ ფანჯერასთან რომ დამსვამდა ხოლმე, იგი არ ვინძრეოდი ხოლმე, იქ ვცხეროდი ქუჩაში და მეტყოდა რომ აქ უნდა იჯდეო და ვიჯდე მიჯერხი ხოლმე ის. აი ესეთი ბავშვი. აი ესეთი მკაცრი იყო თქვენ მიმართებაში, ესე რო არ ინძრეოდი და არა, მაგიტომ კი არა, უბრალოდ მე თავიდანვე შეგნებული მქონდა რომ მშობლებს პატივი უნდა სცე. და ახლა პატივს ავცემდი დედაჩემის ნათქვამს, რომ უნდა ისე გამეკეთებინა, როგორც ის მეუბნებოდა. ეხლა მე უკვე სხვას ვეუბნები, როგორ უნდა იყოს და მეწყინება, რომ ისე არ გააკეთა. და როგორი სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი და შემდეგ არა, სკოლაში მაინდამაინც დიდი ახია მწყინვალე ის არ ვიყავი, საშუალოდ დავამთავრე, სხვათაშორის ინსტიტუტშიაც ეხლაც მოიგონეს ჩემმა მხანაგებმა, მე ძალიან ხშირად ვაცდენდი ლექციებს, მაგრამ მე რო ჩავიდოდი ხოლმე იქ გამოცდების პერიოდში, არ აყოფილა შემთხვევა, რომ მე რაიმე საგანი დავშენოდეს. ოცაბარები თავის დროს. ისე რომ მე არ მიყვარდა არც ისეთი წყინვალეისა და არც სუსტი რა ყოფილიყა სხვასთან შედარებით. საშუალო, სხვათაშორის საშუალო სპორტა ძალიან ძნელია. ბატონ გენის ჩვენ გორში ლომოურის ქუჩაზე მდებარე საკუთრ გენო ქარუმიძე ჩვენთან საუბარში იხსენებს წარსულ ახალგაზრდულ წლებს, სტუდენტური ხანის ლამაზ მოგონებებს, არც იმ სახალისო ისტორიებს ივიწყებს, რომლებიც ჯგუფელებთან ერთად გადახდენია. ჩვენმა ჯგუფმა
საერთაშორისო სამშობლო ფაკულტეტზე ერთი ჯგუფი ვიყავით არქიტექტორების. ისე მაშინ არ იყო ცალკე არქიტექტურა გაყოფილი. ხო და ერთხელ გადავწყვიტეთ გვექეიფა ფუნიკულიორს. შევაგროვეთ ფული, არა, კი არ შევაგროვეთ, გადავწყვიტეთ რომ უნდა წავიდეთ. ავედით ახლა იქ, კარგად ვიქეიფეთ, ხო და ახლა გვიანგარიშა იმ აფიციანტკამ ეს რა და გამოვიდა რაღაც 302 მანეთი ახსოვს ეგ ციფრი. ხო და ახლა ეს ამოვიღეთ სულ მეზა და ნახეთ გამოგვიგროვდა 299 ახე მანეთი კაცო. და 3 მანეთი გვაკლია. ეხლა რა ვქნათ ეს? ყველა თვალები ვარ. მივეჩეჩეთ ახლა ერთი მეგობარი კაცი იყო ჩემი მაგარ დაიცვალა. ოთარი მიქელაძე. საერთაშორისო იმის მამა იყო თოჯინების თეატრის დამაარსებელი საქართველოში და მისი რეჟისორი და ეს. ხო და ჩავარჩეჩეთ ფული იმასა და შენ მიეცი იმასა და შენ გავიქეთ წავედით. იმას ერთ-ერთი ამხანაგის ამოუდგა გვერდში და ხო და მიდიან ახლა აფიციანტი ელოდება რომ როდის გადავუხდი სამიმასა და ხო და მოდიო კაცო გავიქცეთ. ეს უცხო და გავიქცნენ კაცო. ეს მორბიან ჩვენ ნელა მივიდივართ. გავიქცეთ. ახლა თვალები ვარ ჩვენც რა ვიცით ახლა რა მოხდა იქ და ჩვენც გავიქეცით. ვირბინეთ ამაზე რა ფუნიკულოზე და რაღაც ტოპიკის შევედით აღარზე უხრამი იყო და გავჩერდით იქ. თურმე რაც ეს რა ხე პოლიცია მაშინ მილიცია იყო შეატყობინა ამან არ გადამიხადეს ფულიო და გვეძებს ეს მილიცია ეს გზნობ ჩვენ რომ მანქანა აირბეს ჩაირბეს ჩაირბეს ამათ კიდე თურმე ესე რომ მოდიან ესე მილიციერი შეხვდეთ და ამდღარ ამ სულელებს და მილიციანერისთვის მიუციათ ის 299 მანეთი. არა ახლა ის ვეღარ გვიპოვეს ვეღარავინა და დილის რეჟისორზე მე თავქვე დავეშვით და ჩამოვედით იქიდან. აი ესეთი კურიოზი გადაგხოდა ჩვენს სტუდენტობის დროს. სხვადასხვა წლებში გენო ქარუმიძე სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს, არის ყოველთვის მოწესრიგებული და დისციპლინის მოყვარული. ხდება რეგიონში წამოწყებული შენობა-ნაგებობის მნიშვნელოვანი ობიექტების შემქმნელი და ამ სამუშაოებზე მშენებლობების ხელმძღვანელი. 1956 წელს ბატონი გენო ინიშნება გორის მთავარ არქიტექტორად. ის განსაკუთრებული ენერგიითა და ენთუზიაზმით იწყებს მუშაობას. რთულია ჩამოთვალო იმ რეკონსტრუქციებისა და შენობების რიცხვი, რომელიც მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს აშენდა ქართლში. დღეს იგი ჩვენთან საუბარში სიამოვნებით იხსენებს იმ დროს, როდესაც ისე იყო დაკავებული სამსახურებრივი საქმიანობით, რომ თავისუფალი დრო თითქმის არ ჰქონდა. ძირითადად გადიოდა და ღამით გვიან ბრუნდებოდა სახლში. ბატონ გენოს ოჯახური საქმეებით არ კირთავდა მეუღლე ქალბატონი მაყვალა, რომელთანაც მან იქორწინა 1951 წელს. მათი სიყვარულის ისტორია სასიყვარულო ბარათებით დაიწყო და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. მეუღლე ჯერ კიდევ 48 წელში გავიცანი. აქ მეზობლად ცხოვრობდა და მომეწონა ახლა და რომანი გქონდა ჩვენ 1-3 წელიწადი და მე რაც დავიცადეთ ჩვენ იმაზე ქორწილსა და იმას არ დაველოდე, წავიყვანე უკვე თავს იქ თბილისში და ხო გითხარით იმას დავაწერინები განმარტებით ბარათს, პატარა ლამაზი პოჩერგი იყო საჭირო და იმას დავაწერეთ ჩემი განმარტებითი ბარათი. დიპლომის სადიპლომოს მოიყოლეთ ხო, აი დიპლომის დაცვის დროს. როდესაც ახი თავარი უკვე მშენებლობაზე მუშაობდი. ძალიან ღალატობდი ოჯახის, ძალიან ხშირად არ ვიყავი სახლში. დილით ადრე რომ გავდიოდი, ღამის პირველ საათზე შემოვდიოდი. ავარისთვის რა უნდა გაბეკეთებინე მაგ დროს. ხშირი იყო შემთხვევა, რომ დასასვენებლადაც ვერ მივდევდი ხოლმე. მაგრამ მაინც მქონდა ხოლმე რაღაცა წლები, რომ მეც მივდევდი ხოლმე. საერთოდ მე აქ გორში რო ვიყავით ეს მმართველები. ძალიან ბევრი გავიცანით ჩვენი საკავშირო სამინისტრო სისტემის მინისტრები და ძალიან ბევრი ჩამოდიოდა ხოლმე აქ სტალინის მუზეუმის სანახავად. ხო და მე რომ გამისახლა იმათ პატივსაცემი ხოლმე ქართულ სუფრას უშლიდი რაღაცა. ძალიან ბევრი თხოვდა ხოლმე ჩავსულიყა εκεί. საერთოდ ლიტვაში პალანგა არის ერთი განთქმული მსოფლიოში სარაკიან კურორტი და იქ ბევრი ხვეწლის შემდეგ მაინც ჩავედი ჩემი ცოლშვილით. ლენინგრადის ის იყო გლავზავსტროი იყო ერთი კარგი მაგარი მშენებელი იყო ერთი ჩემზე უფროსი იყო განეცა სოციალისტური შრომის გლუხავსკოი.
ისიც ხშირად თხოვდა ხოლმე ჩავსვა. ლენინგრადში ჩავდიოდა ხოლმე წორშვილით. თბილისში სწავლობდა, მაგრამ ჩამოდიოდა ხოლმე. შაბათობით ჩამოდიოდა და დიდხანს არ ვიცნობდი, მაგრამ შემდეგ დახყავდა ის და ჩემთან ძალიან ახლოს იყო, მეგობრობდით. რამდენჯერმე ოჯახში სტუმრად შევხვდი დაბადების დღეზე. თავისი დის, მერე თავის დაბადების დღეზე. დიდხანს ვიცნობდით თითქმის 2 წელი და ჩვენ უბრალოდ მეზობლები ვიყავით. მერე მოხდა ისე, რომ შექმნით ოჯახი. და რა მოგეწონათ მასში განსაკუთრებულად? განსაკუთრებით მომეწონა სიტყვა ძუნწი იყო. ძალიან სიტყვა ძუნწი კაცია, თავზე ლაპარაკი არ უყვარდა ახალგაზრდობაში. ეხლა აი სურათებს რო ეძებს, ვფიქრობ, რომ უნდა კიდევ რაღაც იყოს და მე მიგვირს. ეხლა უფრო სხვანაირია. ახალგაზრდობაში ძალიან სიტყვა ძუნწი იყო, თავის თავზე არასოდეს არაფერს არ იტყოდა. ჩემთვის არც არაფერი უთქვია და ისე გავხდი მაგის ძოლი, წერილებით მხოლოდ წერილებს წერდა. წერილებით უხდით სიყვარულს ერთმანეთს? თვითონ წერილს და მე პასუხი არ მიმიწერია პასუხი. რასაკვირველია. თანხმობა არ იქნებოდა და არ მიმიწერია პასუხი. და რა მოგწონთ განსაკუთრებულად განხორციელებული მასში და რა არ მოგწონთ? ამაში მომწონს ძალიან სიმართლის მოყვარია. როგორადაც არ უნდა ვთხოვო რაღაცა სხვანაირად ვთქვათ, არ დამთანხმდება და არ იტყვის არ შეუძლია. მე შემიძლია რაღაცა შევალამაზო და ისე ვთქვა, ამას არ შეუძლია ყველაფერი აი ისე გორულად. მე გორულს ვეძახი, მაგას ძალიან უყვარს პირდაპირობა, უყვარს ძალიან. ბატონ გენუს ოჯახში გავიცანით მისი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც აფასებენ და პატივცემენ გენუ ქარუმიძის როგორც პიროვნებას და აღიარებენ მის ღვაწლს ერის წინაშე. გადამოიწყება აი ამ 80 წლის ასაკის პიროვნება, როგორ ენთუზიაზმით მუშაობს აი დღესაც. იგი დღესაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე. ამავე დროს იგი სათავეში ჩაუდგა ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების შექმნას და სტანდარტიზაციის სისტემის დანერგვა საქართველოში. მე ჩემს უთხოვ იმითი მინდა დავამთავრო, რომ 80 წელი ბევრიც არის და ცოტაც არის. აი ესეთი პიროვნება, როგორც ბატონი გენუ ქარუმიძე, მისთვის ძალიან ცოტა. იმიტომ რომ მას ბევრი რამე გაუკეთებია და კიდევ ძალიან ბევრი აქვს კიდევ შესაქმნელი ჩვენი ქვეყნისათვის. უსურვებთ მას დიდხანს სიცხე და ბედნიერება. პირველ რიგში უსურვებ ბედნიერებას და ულევს სიხარულს დაბადების დღეს ულოცავ, როგორც მშენებელი ინჟინერი ბატონი გენო შეიძლება ასე დავახასიათოთ, ინტელიგენტი მშენებელი. თვითონ არის ტრადიციული ოჯახის შვილი, მე მახსოვს მამამისი ირაკლი ქარუმიძე, ცნობილი პიროვნება იყო გორში და რომ გაივლიდა ქალაქში ყველა უყურებდა ესეთი ლამაზი წარმოსადგენი კაცი. ასეთია ეს სიტყვას ვიხმარი, ცოტა ქართული სიტყვა სპეცენიკა. ბატონი გენოც უყვარდა დისციპლინა და უყვარდა ხარისხი. ძალიან მოთხოვნი იყო ხოლმე, როცა ჩვენი ხელმძღვანელი იყო მშენებლობაში. ბატონი გენუ არის შესანიშნავი პიროვნება, ჩვენი გამზრდელი უშუალოდ ქალაქ გორში როგორ გითხრათ ეს 70% მაინც მაგის გაზრდილია და მაგის დავაშკაცებულია. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და აი ესეთი შემართებით მუშაობას, როგორც მუშაობდა ამდენი ხანი, წლების განმავლობაში. გენუ ქარუმიძის მიერ გათენებულ უამრავ უძილო ღამეს დაუშლებელ ენერგიასა და პროფესიული მოვალეობის პირნათა შესრულებას უყალოდათ ჩაუვლია.
იგი დამსახურებულად დააჯილდოვეს სხვადასხვა ჯილდოებით. არის საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. მიღებული აქვს საპატიო ნიშნისა და შრომის წითელი დროშის ორდენი. აგრეთვე 75 წლის ასაკში გადასცა ღირსების ორდენიც. არის უამრავი მედლებისა და სიგელების მფლობელი. 25 ოქტომბერს მას 80 წელი უსრულდება. მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ. ემრაულს ბატონო გენათ ჩვენს კუთხეს თქვენაერი ენერგიული, პროფესიონალი და სამშობლოს მოყვარული ადამიანები. ძვირფასი ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. ჩვენ ტრადიციულად ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს და ისე თქვენთვის საინტერესო ნაცნობ პიროვნებას წარმოგიდგენთ. დაგვიკავშირეთ, გაგვიზიარეთ თქვენი წინადადები, ჩვენ ვეცდებით, რომ ისინი აუცილებლად გავითვალისწინოთ და არ დაგავიწყეთ, რომ გადაცემა ნაცნობი სახეები ყოველთვის თქვენ სამსახურშია. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ნახვამდის.